რომ გავიგე რომ ნეპალელი შეყვარებული იყოს და მით უმეტეს ეს ბიჭი რომ ნახე ნუ არ ვიცი რა იმიტომ რომ ჩემი სიძია მე ვფიქრობ უნაკლო ადამიანია თუ იმას ვიფიქრები რომ იყოს ჩემი შვილის და ყოფილიყო ჩემი შვილის მეუღლე ეს ადამიანი დახკანკალებს კიდე ეხლა როცა შვილი შეეძინათ და რაღაცა და მალე ექიმი გახდება და არაჩვეულებრივი სტუდენტია იქაც იმანაც 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა კარგი ოჯახი ყავს ნეპალში და ამიტომ არ ჩავრეულა ასკა ნეპალელს რა უნდა ეხლა ვიღაცამ თქვა ჩემ ახლობელმა და მეთქა კიდე ერთხელ იტყვი და ვეღარ მოხდა თუ ჩაიხედეთ აი ნეპალელების რაღაც ტრადიციებში ოჯახურ ტრადიციებში მამაშვილობაში მათ შორის ბუნებრივია არის რამე სხვაობა ან მსგავსება თუ მიიქცევთ ნუ არა თუ ჩავიხედე 4 დღიანი ქორწილი იყო ნეპალში შარშან ამ დროს იმიტომ რომ ჩემი სიძე არის დედის ერთა ჰიმანში ხო და იმან თქვა ეხლა ჩემმა ძახლებს შამდი ქვია შამდი ნეპალურად ხო და სოციალიზმის სამხედროა ისიც ბაში ბევრი საერთო ინტერესი გექნებოდათ იქაც იციან ბევრი სტუმარი თამადა თუ იციან არ ვიცი თუ შედან პირველი ქორწილის პირველი ისეთ რიტუალური დღე გაწმენდა ხდება იქ წეს გადაავლებენ მე სურათები თუ გინდა გამოგიგზავნეთ იმანშურს და უნდა მოუხატონ პატარძას და პატარძლის სტუმრებს სპეციალურად ლამაზად თითები და მთელი რიტუალია ეს იყო სახლის ეზოში მე მეორე დღეს იყო პატარა საქორწინო დარბაზია იქ უკვე იმათი რელიგიური მომენტი იყო, იქაური მამაო იყო მოსული და რაღაცა იმას აკტარებდა და ამ მეორე ქორწილის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი ვიყავი მე, როგორც ძლის მამა და მეხურა წითელი ქუდი და ამასაც განახებთ, რა იყო ამას რა შედიოდა, მაყარი რომ მოდის, რომელმაც სიძე მოიყვანა აქ და იქ ნანო ელოდებოდა. მოდით ფადნოსებზე ხილი აქვთ, ისმის ეს საყვირების ხმა აი თითქოს სპილო მოდის და სპილოს განასახიერებდა ჰიმანშუს ბიძა და შემჯდარი იყო ამ სპილოზე ჰიმანშუს ძალიან სასაცილო და საინტერესო ანახა. რა თქმა უნდა ნეირონულ ტანსაცმელში ვარ სულ ყველა. ფული უნდა აჩუქო ყველას კონვერტში ჩადებული და რუპიებია რაც $1 ან $2 ეკვივალენტური და ეს ნამასტე უნდა უთხრა სულ ყველა. აი ესეთი რიტუალი იყო. მესამე დღეს მე მეგონა რომ ნახევარი დამოული პატარა ქალაქი ალბათ ხოლოს დაახლოებით 30000 კაცი ნახევარი დამოული დაპატიჟებული ყავდა ჩემს ძახლებს რა. ხო და ჩვენ ვდგევართ სცენაზე და მოდის ეს ხალხი ასე ჩაცმულიც, ისე ჩაცმულით ეთყობენ ჩემი ძახლები არ არჩევდნენ მათ, ვინ უფრო წინასწარ მეთქეს ვაკ ნახავ ადამიანს, მოვა ჩუსტებით შეიძლება მოვიდესო, მაგრამ ეს ჩვენი ტრადიციაა და არაფერი მოდიოდნენ და ჩვენ როგორც